ბატონო გია მოგესალმებით, როგორ ბრძანდებით? ეს წითელი ხალხი ცხადია ჩემთვის არ არის ალბათ. არ მაქვს აი მოებზადეთ. არ მაქვს ამის ამბიცია. დავსვეთ ვილაპარაკოთ. მე მოვედი 79 წელს. როგორც მოვედი აქ სახიობი არ ვიყავი. ეგ არ ვიცი. გამნათებლად, სცენის მუშაც ვიყავი, რეკვიზიტი ყველაფერი ვიყავი. საფეხურები გაიარეთ სახიობი. ბატონის შესაძლოა პირველი შეხვედრა თუ გახსოვთ, როგორ გაიხსენებთ? საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო რა ბატონი მუშა მაშინ რომ მოვედი აქ. სახიობები რომ დადიოდნენ რაღაცა თავისთვის ლაპარაკობდნენ რა, ზონზი მეორებდნენ. მეთქი აქ სერიოზულად. ახლა სხვაგან არის. თქვენს დამოკიდებულებას ეკლესიასთან და რელიგიასთან აი განსაკუთრებით გამოყოფდნენ სულ რა და ამაზე მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვა. ჩემი წინაპრები ყველა იყო მღვდელი. ვა, ეს მადლი მოქმედებს. აქტიურად ხართ ვიცი ჩართული. სტიქარით შეაცვიათ მე. კი, დიდი ხანია უკვე. კი. ისეთი სტიქარი შემიკერეს და ისე დამასაჩუქრეს რომ იმას დამსახურებელი გამართლება უნდა. ერთმა ქალბატონმა შვილო შენგენაცოლე განა რა გაჭირება ჰქონდა ესეთი აქ რომ მოდიხარო. არა ქალბატონო რა გაჭირება მე ვთხარი პირიქით სიხარულით მოვდივართ მე. ახსენეთ რომ წინაპრები მყავდნო სასულიერო პირები. ფიქრეთ რომ არ გაგიფიქრებიათ რომ მეც ხო არ იყო ეგეთი მეუფესთან გამაგზავნეს ელისესთან და ელისემ მოგრეთ მაგრად იხალისა რა ამაზე. აი უმორი ქონდა მეუფე. კი რა და ეხლა შემგვაკლი ხარ კიდე ამ იმაშიო რა.